ექიმები ძალადობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, ისინი ამ წუთებში იკრიბებიან თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ექიმებს ძალიან ბევრი დაუგროვდათ სათქმელი და ახლა ნაშაუჩავასთან გადავალთ კითხვით, შეიკრიბეთ ექიმები, თეთხელათიანები ქუჩაში ხართ, რატომ? მოგესალმებით, ჯერჯერობით არ შევკრებილ ვართ, კიდე გზაში არიან, ვიცით რომ ხელოვანები აკეთებენ მსვლელობას გმირთა მოედნიდან, ამიტომ ქალაქში შექმნილი არის საცობი. ნელ-ნელა ვიკრიბებით და ჩვენ პრინციპში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის დღიდან ვგმობთ იმას, რომ ძალადობა ნამდვილად არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ ძალადობა არის და შლიან და ურტყამენ, ცემენ, კლავენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს, გარდა ამისა სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რა დროსაც ექიმებს იტაცებენ ქუჩიდან. გარდა ამისა, ექიმი მაშინ, როდესაც ასრულებს თავის მოვალეობას და ექიმების მოვალეობა არის ის, რომ არ ვავნოთ, დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა და აი ამ მოვალეობის დროს სამწუხაროდ აქციაზე ძალიან ბევრი ექიმი დააპატიმრეს, წაიყვანეს, გაიტაცეს და ხელი შეუშალეს, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჟურნალისტს სცემეს და ხელი შეუშალეს საქმიანობის შესრულებაში, ასევე ექიმებსაც. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვამბობთ იმას, რომ ნებისმიერი ომის დროს ექიმები და მედიის წარმომადგენლები მუდმივად არიან ხელშეუხებლები და ჩვენ ამას დღეს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალადობენ, არამედ სწორედ ექიმების წინააღმდეგაც ძალადობენ და ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის, რომ მოგვეცეს უსაფრთხოდ მუშაობის უფლება და ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პაციენტების და საქართველოს მომავლისთვის, იმისათვის, რომ არ ჩამოვცილდეთ დიდ ევროპულ ოჯახს. დიდი მადლობა. გადავალთ სხვა ექიმებთანაც კითხვით და უფრო მეც გავიგებთ მათი სათქმელის შესახებ. კაპიტან ლია, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ, ლია გურიაძე, გურიაძე, ბოდიში ბოჭერიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილებას ხელმძღვანელობს. დღეს რატომ გამოხვედით ქუჩაში, რა არის თქვენი სათქმელი? მე მინდა გავაპროტესტო ძალადობა. ძალადობა მიუღებელია საექიმო საზოგადოებისთვის ზოგადად ორივე მხრიდან. მე არა ვარ მომხრე რომელიმე მხარის. მე ვაპროტესტებ ძალადობას, ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქალაქში. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდანაც. არ შეიძლება ასე მოქცევა. თუ რაღაცა გვინდა, ისე უნდა მოვახერხოთ, რომ შევძულოთ ჩვენი აზრის გამოხატვა ყოველგვარი ძალადობის გარეშე. არანაირი გამართლობა იმ ძალადობას არც ერთი მხრიდან, რაც ხდება დღეს ჩვენ ქალაქში, არ აქვს. არც ცემას, არც ტყეპას და არც არანაირი მსგავსო აქციებს, რაც დღეს ჩვენთან ხდება. ხედავთ რა დაზიანებებს იღებენ აქციის მონაწილეები, იგივე თქვენი კოლეგები, ადამიანები, აქტივისტები, რამდენად სიცოცხლისთვის საშიშად მიმდინარეობს უკვე პროცესები საპროტესტო აქციებზე. საბედნიეროდ ჯერჯერობით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ გვაქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ეს დაძაბული სიტუაცია, ალბათ მაქამდეც მივალ და ამიტომ ყველას მინდა მოუწოდე მე როგორც ერთმა ადამიანმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ და ექიმმა, რომ რაც შეიძლება შევიკავოთ თავი ორივე მხრიდან ძალადობისგან და რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივიღოთ გადაწყვეტილებები ადეკვატური. დიდი მადლობა. გაჩვენებთ რა მდგომარეობა არის ადგილზე, ამ წუთებში იკრიბებიან აქ როგორც ექიმები, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ხედავთ რომ ბანერები აქვთ აქ მოტანილი, რომ მედიცინის სტუდენტები ევროპის მხარეს არიან და ეს ყველაფერი სწორედ ევროპისკენ სვლას ემსახურება. თუ შეიძლება გაგესაუბრებით, მოიტანეთ ბანერები, აქ გაფიცვის ლოზუნგსაც ხედავთ და ვიცით რომ ექიმები არ იფიცებიან, პროფესიული მოვალეობა ამაში ხელს არ უწყობს. თქვენი მოწოდება რა არის? სიმართლე გითხრათ, არავის არ მოუწოდებთ, იმიტომ რომ გასული კადრები უკვე ცხადყოფს, ვისაც თვალი და ყური აქვს, ყველა მიცის რომ აღარ არის დრო რომ წინებთან ვისხდეთ, უბრალოდ ვერ დავშტებით წინებთან, როცა წიგნის გვერდებიდან გვიყურებს დასისხლენებული თანატოლების სახეები და ყველა ვინც აქ ვდგავართ ან ნებისმიერი ლოკალური პროტესტი ან რუსთაველზე, ყველა ვდგავართ იმისთვის, რომ ჩემი პიროვნული და სამშობლოს თავისუფლება იყოს დაცული. ქვეყანა ცხადია რომ იდის აშკარად ტოტალიტარიზმსკენ და ახლა თუ ხვდებით იმას რომ ახლა ეს ბოლო ბრძოლა თუ რაღაც მაინც შეგეხოთ აღარ მოგეცემათ შანსი რომ
გამოხვიდეთ, თქვენი ხმა იქნება ჩახშობილი და ერთხელ ახლა რომ პროტესტი შეწყდეს, ეს ნიშნავს, რომ ყველა ახლა ვინც რაღაცას ვაკეთებთ, ჩვენი ხმა აღარ იქნება. კი ბატონო, დიდი მადლობა. თქვენს კითხავთ თუ შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ სავარაუდოდ, რა გაქვთ ხალხისთვის სათქმელი და როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ის მრავალრიცხოვანი პროტესტი, რასაც ჩვენ თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხედავთ? პირველ რიგში როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნდა ვთქვა, რომ მიუღებელია ჩვენთვის პირველ რიგში მედიკოსების დაკავება, ვიცით რომ ექიმები არიან დაკავებულები. დაკავებას არ ქვია მას, მანქანა გაიტაცეს პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორია ასევე და მარტო მედიკოსებს არა ზოგადად ყველას მინდა მოუწოდო, რომ გაუწიონ მაქსიმალური წინააღმდეგობა სისტემას, იმიტომ რომ ერთადერთი გზა იმისთვის რომ რამე მიზანს მიაღწიო არის ის, რომ მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს. და ხო ეს იქნება ჩემი მესეჯი. დიდი მადლობა. სამედიცინო უნივერსიტეტთან აქცია ცოტა ხანში დაიწყება, აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მედიკოსები მოვლენ და შემდეგ გახდება მათი გეგმები ცნობილი.